ერთხელ მოგესალმები და მადლობა ყურადღებისთვის. არც ვიცი როგორ უნდა დავიწყო ყველაფრის საუბარი, იმიტომ რომ თუ რამე გამაკვირვებდა, მართლა არ მეგონა, მაგრამ იმის შემდეგ რაც ემიგრანტების პასუხი მიიღეს არჩევნებში, სულ გრძნობდი დამოკიდებულებას და არა მარტო მე ემიგრანტებთან მიმართებაში და რაღაც 1-2 დღის უკან იყო ალბათ კიდე რაღაც პოსტი მედო იქ და ერთ-ერთმა მან ადგილზე მაცხოვრებელმა სუცივი იურისტი ეს ალბათონა საკმაოდ წარმატებული იქ მიმიწერა ზუსტად ეს რომ სხვა ქვეყანაში რომ ხართო მანდ და სხვა ქვეყნის მოქალაქეები ანუ ვითომ მანდ რომ ცხოვრობდო ჩვენ საქმეებში ნუერებითო რა სავარაუდოდ უკვე იცოდა რაც იქნებოდა რაღაცა დროის შემდეგ რა ვიცი აი რა გითხრათ იმის იქით რომ საკუთარ დასასრულს თავის ხელით წერენ ხელისუფლება რომელიც ესეთი პატარა ქვეყნიდან როგორც საქართველოა წასულ ამდენ ემიგრანტს ესე რაღაც უდიერად მოეპყრობა კანონმდებლობის ეგრეთ წოდებულ ფარგლებში პასუხიც იქნება შესაბამისი და შესაფერისი ხო ემიგრანტები მართლა აღარ უყვარვართ არც უყვართ არასდროს ალბათ მაგრამ იმიტომ რომ არჩევნები რომელიც 2024-ში ჩატარდა ემიგრანტების პასუხი იყო არა დღევანდელ არსებულ ხელისუფლებას და სავარაუდოდ დიდი ხნის ჩანაფიქრს ახლა ახორციელებენ და მიაბეს ეს ყველაფერი იმ ფარას ეგრეთ წოდებულს რომელსაც იყენებენ დღეს არსებული არასამთავრობოებისა თუ ქვეყანაში მაცხოვრებელი და დაფუძნებული ორგანიზაციებთან მიმართებაში. ანუ ჩვენთან მიმართებაში საამუშავეს ასე ვთქვათ შეფუთული ეგრეთ წოდებული ფარას სახელით ეს კანონი. კი ბატონო, ელოდებოდით ისე ქალბატონო ანა, რომ შესაძლოა რაღაცნაირად ეს კანონი ქვეყნის გარეთაც გავრცელებულიყო ამ ქვეყნის მოქალაქეებზე და აქვე გკითხავთ, მე ვიცი რომ თქვენ ხართ აი ქართულ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი, ხო? ემიგრაციაში მოდი პირდაპირ ვთქვათ, არა მარტო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები, არამედ მათი რა ვიცი, მხარდამჭერებიც კი იმყოფებიან, ხო? არიან ასეთებიც. აი მათი პოზიცია როგორი არის, როდესაც ფაქტობრივად მათივე მოწონებული ხელისუფლება ეუბნება, რომ ისინი რაღაცა შესაძლოა უცხოეთის აგენტებად მოუწიოთ რეგისტრაცია. ყველაზე პირველი რეაქცია, ვისაც დღეს დილას ჩემთან საუბარში ჰქონდა, იყვნენ სწორედ ხელისუფლების მხარდამჭერი, ეს ცალკე თემაა კიდე როგორ შეიძლება ემიგრანტი იყო და არსებულ ხელისუფლებასთან დღევანდელ ხარს უჭერდა, მაგრამ გეტყვით რომ განაწყენებულები არიან, საკმაოდ განაწყენებულები და შეურაცხყოფილებიც. იმიტომ რომ რაღაცა თავისთავი ამ კუთხით დაიჩაგრეს და გამოიჩინეს ემიგრაციაში, რომ აი რაღაც გამოეყვნენ საერთო პრობლემას, ესე ვთქვათ, ქვეყნის არ წასვლას ევროკავშირისკენ და მხარი დაუჭირეს მეორე მხარისგან, რაღაც თავისებურად ხსნიდნენ, მაგრამ დღეს უკვე ახსნა აღარ აქვს ამ ყველაფერს. არაფერს აღარ აქვს ახსნა. მე რომ გითხრათ არ ველოდებოდი მეთქი. მე მაინც მეგონა რომ ცოტა ფრთხილები იყვნენ ემიგრაციასთან მიმართებაში, იმიტომ რომ საქართველოს ბიუჯეტს მარტო შავი ხვრელები არ ავსებს და იქ რაღაც კონტრაბანდები საქართველოს ბიუჯეტს ავსებენ ემიგრაციიდან წამოსული თანხებით. და ძალიან ბევრჯერ გამოიყენეს ეს თანხები რაღაცეებში და მითვისებაში მათ შორის და კორუფციაში. აი ხა მიდის უკვე ოფიციალურად არა ისე კულუარებში ჯერჯერობით ერთმანეთში ჩათებში საუბრობთ რომ შესაძლებელია და გავაკეთოთ ესე გაფიცვასავით და ფული არ წამოვიდეს რაღაცა ერთი კვირის განმავლობაში ემიგრაციიდან არანაირ. და გვინდა ვნახოთ აბა რამდენად აგენტები ვართ ჩვენ აქ ვიღაცების ქვეყანაში რომელშიც ცხოვრობთ მიმღებ ქვეყანაში უცხოეთში ეს ადამიანები არ გვყადრებენ აქ ზუსტად იქით გადავბრძანვითო. და ანუ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებად წოდებული გვეუბნება რომ აი თქვენ თან თითქმის აგენტები ვართ თურმე უცხოეთში მაცხოვრებლები და თან იქ რაღაც ეშმაკურად ჩადებული აი საქართველოს მოქალაქეებს არ ეხება და რაღაცა ვისაც ჩაწერა აქვს და მისამართი აქვს ხო? არ ვიცი აი მართლა არ ვიცი უკვე რამე დარჩა რამე ისეთი რასაც არ შეეხნენ. ერთ-ერთი ალბათ ემიგრაცია იყო სადაც რაღაცნაირად ბალანსდებოდა მათი არსებობა. ფაქტიურად ემიგრაციაში საკუთარი ხელით გადაკეტეს ყველა გზა და მოიჭრეს ყველა ტოტი თავის ამომრჩევლებთან მიმართებაშიც გეუბნებით მე თქვენ არა მარტო ეხლა ჩვენთან
რაღაც ესე განწყობა ხო არ იქნება ოპოზიციური და რაღაც კრიტიკული განწყობა ხო არ იქნება ეს ხომ არ მოდის აერიდან ხო? აპირებენ აი ქალბატონო ანა ბოდიში რომ გაწყვეტინოთ, მაგრამ აი თქვენ თვითონ რომ პირველიო ვისაც ვეკონტაქტეო და ვისი აზრიც მაინტერესებდა იყვნენ სწორედ ქართული ოცნების მხარდამჭერებიო. ხო აი აპირებენ რომ რაღაც აი საჯაროდ გამოთქვან თუნდაც უკმაყოფილება და საჯაროდ დააფიქსირონ პოზიცია აი თუ ისაუბრეთ ამაზე მათთან, თუ აწუხებთ ეს იცით რა არის, აი მე არ დავკავშირ თვითონ დღეს თელი დღეა მიდის ეს თამი და აი რატო და როგორ იქნება და ამიხსენი რა არის და აი ჩვენ როგორ გვეხება და ნუ პირდაპირ აუხსენი რაც ეხებოდა და ისიც ვუთხარი რომ ვაკეთებთ საერთო წერილს და ნახოთ თუ შემოგვიერთდებით ამ წერილში მე მეცოდინება უკვე რომ თქვენ ამბობთ ტკივათ ეს თემა და არა რაღაცა მიკერძოებული გაფანატებული ყავთ ვიღაცა ქალბატონო ანა კადრი მე მგონი ტელეფონი რომ გადმოატრიალოთ თუ შეიძლება რაღაც ტექნიკური ხარვეზი გქონდა შეიცვალა აი გასწორდა ისევ დიახ როდის იქნება ეს რაღაც რა იქნება აი ამ საერთო წერილის საერთო განცხადება ჩვენ მუშაობთ საერთო განცხადებაზე წერილი კეთდება და საერთო განცხადება იქნება იმიგრანტებისა საქართველოსთან სოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ხელმოწერები ექნება ამ წერილს და ჩვენ ალბათ იხილავთ ამას ჩვენი ორგანიზაციების გვერდზე და ასევე ჩვენს პირად გვერდებზეც, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ ყველას აუხსნათ, არა მარტო მე არიან იმდენად ადამიანები და ჩემზე კარგად ფლობენ ამ სიტუაციას. ყველა ვცდილობთ აუხსნათ მათ რა მდგომარეობაში იქნებიან პირველ რიგში ისინი ჩვენთან მიმართებაში ასეც და ისეც უკვე გარკვეულია სიტუაცია, ხო, მაგრამ აი რა მდგომარეობაში იქნებიან ისინი თავად ამ პრობლემის წინაშე, როცა დადგა მთელი ემიგრაცია. მადლობა. დიახ, ბოდიშ ვიხდი ზარები შემოდის ტელეფონით, ერთი ქალბატონი მირეკავს იტალიიდან, ალბათ სავარაუდოდ ჩემი პოსტთან დაკავშირებით და კი ბატონო, მადლობა ქალბატონო ანა. თქვენ მადლობა, უღრმესი მადლობა და ბოდიშ ვიხდით. დღეს ზარები არ გაჩერებულა მართლა. გასაგებია. ანა